საქმე წმინდათა მოციქულთან, თავი 26. ხოლო აღრიპა რქუა პავლეს ბრძანებულა შენდა თავისა შენისათვის სიტყვად. მაშინ პავლე განყო ხელი, მიუგებდა და თქვა: ყოველთათვის რომელთა მაბრალებენ მე ღურიანი მეფე აღრიპა, ჩემი რაც კი ეს თავი ჩემი ნეტარად, რამე თუ შენს წინაშე მეგულების დღეს სიტყვის გებად უფრო ისღა. რამე თუ მეცნიერ ხარ შენ ყოველთა მას ჩვეულებათა და ძიებათა ღურიათასა. ამისთვის გევედრები სულგზელებით ისმინე ჩემი. ცხოვრება უკვე ჩემი სიყრმიდან პირველიდან ყოფილი ნათესავსას შორის ჩემსა იერუსალემსა შინა იციან ყოველთა ხურიათა. წინა ისწავლე მიცოდეს მე პირველიდან უკვე თუ უნდეს წამების რამე თუ ჭეშმარიტებისა მისება მსახურებისა ჯულისა ჩვენისა ცხონდებოდე ფარისეველი. და სასწრებისათვის მამათა ჩვენთა აღთქმულისა რომელი იყო ღმრთისა მიერ დგა და განვიკითხვი. რომლისა მიმართ 12 ნათესავი ჩვენი განგზადული დღე და ღამე მსახურებს და ესავს მიწენასა რომლისა სასწრებისათვის იუბრალები ხურიათაგან მეფე აღრიპა. რა ურწმუნოება იარს განიკითხეთ ღა თქვენ შორის უკვე თუ ღმერთი მკვდართა აღადგინებს. მე უკვე მენება თავით ჩემით სახელისათვის იესო ნაზარეველისა მრავლისა ძვირის საქმედ. რომელი გიყავცა იერუსალიმშინა და მრავალნი წმინდათაგანი მესაპყრობილესა შევაყენენ რამე თუ ხელმწიფებაი მოვიღე მღვდელმოძღვართაგან მოსვრად მათდა და მომეღო რიცხვი. და ყოველთა შესაკრებელთა შორის მრავალგზის სტანჯევდ მათ და ვაიძულებდი გმობად უმეტესად ღამ ვბორგ მათზე და ვსდევნიდი ვიდრემდე გარემოთა ქალაქად მდეცა. რომელთა შინა მივიდოდე მე დამასკეთ ხელმწიფებითა და ბრძანებითა მღვდელმოძღვართაითა. შუა დღე გზასაზე და ვიხილე მეფეო ზეცით გარდამო უბრწყინვალესი მზისაი გამომიბწყინდა მე ნათელი და ჩემთანა მოგზაურთა მათ და ვითარცა ჩვენ ყოველნი ქვეყანად დავცვიონით მესმა ხმაი რომელმა მქვა მე ებრაელებითა სიტყვითა საულ საულ რა ისამდევნი მე ფიცხელარ შენ და წიხვნაი დეზისაი და მე ვარქო შენ ვინ ხარ უფალო ხოლო მან მრქვა მე ვარ იესო რომელსაც შენ მდევნი არამედ აღდეგ და დადეგ ფეხთა შენთაზე და რამე თუ ამისთვის გეჩვენე შენ რაითა დაგადგინო შენ მსახურად და მოწამედ რომელი იხილე და რომელი გიჩვენო შენ განრნებად შენ და ერისაგან და ნათესავთაგან რომელთა მე მიგავლინო შენ ახილოდ თვალთა მათთა და მოგცევად ბნერისაგან ნათლად და ხელმწიფებისაგან ეშმაკისა ღმრთისა მიმართ მიღებათ მათ და მიტევება იცოდოთაი და ნაწილი განწმენდილთა შორის სარწმუნოებითა ჩემდა მომართ რომელისათვის მეფე აღრიპა არა ვექმენ ურჩ ზეცისასამას ჩვენებასა არამედ რომელნი იყვნენ დამასკეს შინა პირველად და იერუსალემ შინა და ყოველსა სოფელსა ღურიასტანისასა და წარმართა მიუთხრობდი სინამდვილსა და მოგცევად ღმრთისა მიმართ და ღირსი სინამდვილისა საქმე ქმნად ამისთვის შემიბყრეს მე ღურიათა ტაძარსა შინა და აზმნობდეს მოკლად შემდა შეწენით აღმთისაითა რომელცა ღირს ვიქმენ ვიდრე აქად ღედმდებდგა და უწამებ მცირესა და დიდსა არას გარეშესა ვიტყვი წინასწარმეტყველთა თქმულ ისასა რომელსა ეგულებოდა ყოფად და მოსესა ვითარმედ ვნებად იყო ქრისტესა და ვითარმედ პირველ მკვდართა აღდგომისა ნათლისა ეგულების მithხრობად ერთა განათესავთა დავითარ იგი ამას ეტყოდა ფესტოს დიდი თანხმითა თქვა ბორგი პავლე რამე თუ მრავალნი წიგნი შენი სიცბილად მიგაქცევენ შენ ხოლო პავლე რქვა არა ბორგი მხნეო ფესტოს არამედ ჭეშმარიტებისა და სიწმინდისა სიტყვათა ვიტყვი რამე თუ მეცნიერა არს ამისთვის მეფე რომელსა მიმართ კადნიად ვიტყვი რამე თუ დაფარვად მისა რა ისამე ამადგანისა არა ვირწმუნო რამე თუ არცა დაფარულს ადგილსა ქმნილარს ესე გწამს მეფე აღრიპა წინასწარმეტყველთაი ვიცი რამე თუ გწამს ხოლო აღრიპა რქვა პავლეს მცირე დღა და მარწმუნო მე ქრისტიანე ყოფად ხოლო პავლე რქვა მას ვილოცა ღვთისა მიმართ მცირედთათვის და რავალთა არა ხოლო თუ შენ არამედ ყოველთა რომელთა ესმის ჩემი დღეს ყოფად ესრეთ ვითარცა მე ვარ თუნიერ კრულებათა ამათ და ვითარცა ესე თქვა მან აღადგა მეფე და მთავარი და ბერენიკე და მათთანა მსხდომარენი იგი წარვიდეს და იტყოდეს ურთიერთას ვითარმედ არას სასიკვდინეს და გინა კრულებათა საქმესა იქმს კაცი ესე ხოლო აღრიპა რქვა ფესტოს განტევება დღი და კაცი ესე უკვე თუმცა არა ღაღადეყო კეისრისა